გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. პირველად მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად ხართ და მინდა შემოგთავაზოთ ერთი პატარა გაშლა მაისის თვეზე. თუ როგორი მაისის თვე იქნება? გაშლა იქნება ორ ვარიანტად. თქვენ წინაშე დევს ორი კოლოფი, დასტის კოლოფი, ერთი ლენორმანი და მეორე ტაროს დასტის კოლოფი. აირჩიეთ, რომელი დასტის კოლოფიც უფრო მიგიზიდავთ. შესაძლებელია სწორედ ის იყოს თქვენთვის რეზონირებადი ვარიანტი. პირველი ვარიანტად იქნება მიჩნეული ლენორმანი, ხოლო მეორე ვარიანტად იქნება მიჩნეული ტაროს დასტა. იმედია დააფიქსირეთ თქვენთვის სასურველი კარტის კოლოფი და ვინც არჩევანი გააკეთეთ ლენორმანის დასტის კოლოფზე ვიწყებ მათთვის. როგორი მაისი გექნებათ ზოგადად და რა შეიძლება მოგცეთ ამ მაისის თვე. და მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვა ძალიან ბევრი ფინანსები. ეს თვე არ იქნება ჩვეულებრივი თვე თქვენთვის, როგორც სხვა დანარჩენი თვე. ეს თვე იქნება განსაკუთრებული, გამორჩეული. ანუ ამ თვეში შემოდის თქვენთან ფინანსების დანამატი. თუ თქვენ ხართ ფინანსების პრობლემაში და საერთოდ არ გქონდათ ფინანსები და ამბობთ, რომ რისი დანამატიო ზოგადად ძალიან დიდ კრიზისს გადიხართ ფინანსების შესახებ, მაშინ მინდა გითხრათ, რომ თქვენთვის შემოვა ახალი სამსახური, ახალი ფინანსები, ახალი გზები გამოჩნდება ფინანსებთან კავშირში. მაგრამ თუ თქვენ ხართ ფინანსებად მდგრად მდგომარეობაში ახლა ამ დროისათვის, მინდა გითხრათ, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოდის დიდი სახის ფინანსები, მეგობრებო, არ ვიცი რა, როგორ, თქვენ თვითონ მოარგეთ თქვენ სიტუაციას, რა გაქვთ გეგმაში, თუ რამე გაქვთ გეგმაში, ყველაფერი, ფინანსების გამომუშავების მხრივ, ყველაფერი განახორციელეთ, რადგან გაგიმართლებთ მეგობრებო და თქვენ ცხოვრებაში შემოდის ძალიან დიდი ფინანსები. მაგრამ თუ ვინმესთან იყო ჯანმრთელობის პრობლემა, მინდა გითხრათ, რომ ეს კარტი ასევე მიუთითებს ჯანმრთელობის ავადმყოფობიდან გამოსვლას, ჯანმრთელობის დასტაბილურებას კი არა, უფრო მეც, თუ თქვენ იყავით გლახად და არ სტაბილურდებოდა თქვენი მდგომარეობა, მინდა გითხრათ, რომ თქვენ იგრძნობთ თავს ძალიან კარგად. განკურნების არის მეგობრებო, ზოგადად სცენარეულიც არის ეს კარტი. რაღა დავფიცო და 20 ყურა ამოვიდა, 20 ყურა ზოგადად არის ძალიან დიდი ფინანსების მომასწავლებელი კარტი და ასევე არის თუ ჯანმრთელობის პრობლემა, ამ შემთხვევაში ჯანმრთელობასთან კავშირში მოასწავებს ყოველივე საუკეთესოს, მაღალ გამოჯანმრთელებას და თუ თქვენთან იყო ქრონიკული დაავადება რამე, მინდა გითხრათ, რომ თქვენ გადალახავთ ამ ქრონიკულ დაავადებას. ასევე დასტის ფონზე არ დამიხედი, ასევე დასტის ფონზე არის მოგზაურობა. მეგობრებო, თუ ვინმეს მოგზაურობა გინდოდათ და არ გქონდათ ფინანსები, მინდა გითხრათ, რომ აქ შემოდის ფინანსები, რომელიც შესაძლებელია თქვენ ცხოვრებაში, ყველასთან არა, ზოგიერთების ცხოვრებაში შემოვიდეს ის ფინანსები, რომლებიც სამოგზაუროდ გესაჭიროებოდათ და არ გქონდათ. შესაძლებელია ბევრს ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადასვლა მოუწიოს, დატოვება ერთი ადგილისა სხვა ადგილზე გამგზავრება ფინანსების გამომუშავების მხრივ. კიდევ რა კარმა გაძლევთ მეგობრებო, ამ ყოველივეს კარმა მეგობრებო, თქვენ ცხოვრებაში თუ იყო ყოველივე ცუდად არ გაიგოთ, ყოველივე ცუდში რას გულისხმობ, ანუ მუშაობდით ბევრს, არ ვითარდებოდა ფინანსები, აკეთებდით ყველაფერს წინსვლისთვის და არ ვითარდებოდა, იყო ფეხელი შემშლელი ფაქტორები, ვერ მიდიოდით წინ. ეს მთავრდება თქვენ ცხოვრებაში, მეგობრებო, თქვენ ცხოვრებაში მთავრდება ეს ყველაფერი თქვენ ცხოვრებაში ხდებოდა, იმიტომ რომ ეს იყო კარმული გაკვეთილებს გადიოდით და კარმა მოითხოვდა ამ ყველაფერს. ახლა მინდა გითხრათ, რომ ეს კარმა დასრულდა თქვენ ცხოვრებაში და
შეიძლება ითქვას, ახლიდან დაბადება მოდის თქვენ ცხოვრებაში, ახლიდან გეძლევათ შანსი ყველაფრის. თუ იყავით ავად, ეს იყო კარმული და გამოჯამრთელდებით და აი ახალ დაბადებულებით იგრძნობთ თავს. თუ იყავით ცუდად, სვავდით ბევრ წამალს და არ გიდგებოდათ წამალი, მინდა გითხრათ, რომ თქვენ მიაგნეთ იმ წამალს, რომელიც თქვენთვის იქნება გამოსადეგი და გაქრება თქვენი ცხოვრებიდან ეს ყველაფერი და ვისაც ჰქონდათ ასევე ფინანსების პრობლემა, ეს ფინანსების პრობლემაც იყო კარმული, მეგობრებო, მით არ ვითარდებოდა და ეს მიდის თქვენი ცხოვრებიდან. აქ კიდევ მოგზაურობაც აღნიშნა ძალიან ცოტა პროცენტით, მაგრამ მოგზაურობაც დაფიქსირდა და მინდა გითხრათ, რომ ეს მოგზაურობაც იქნება ზოგიერთების შემთხვევაში უფრო ახალგაზრდებთან. მოსავლის აღების დროა, მეგობრებო, კი მოსავლის აღების დროა, ის რაც არ ვითარდებოდა თქვენ ცხოვრებაში, აი კარმული იყო, როგორც გითხარით, მიტუ არ ვითარდებოდა და ეხლა რაც აკეთეთ ამ წლების მანძილზე, თქვენი ცხოვრების მანძილზე, რაც აკეთეთ, კარგი თუ ცუდი, კარგი თუ აი ის კი ბრუნდებათ, მეგობრებო, თუ თქვენ აკეთეთ კარგი, თქვენ ცხოვრებაში ფიქსირდება ძალიან ბევრი კარგი რამ, რადგან სამყარო თქვენ გაძლევთ მოსავლის აღების დროს და მოსავლის აღების დრო ეს მიუთითებს იმას, რაც გაეცით იმით, აი ზუსტად იმას. თუ თქვენ ამ ხნის მანძილზე იყავით გაბოროტებული და გქონდათ შულის მომენტები, კარგად აგიბრუნდეთ ამ ყველაფერს, მეგობრებო, და თუ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იყო გაჭირვებაში და არ გაბოროტებულა, მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი სიკეთე იგიბრუნდებათ სიკეთის სახით. ეხლა გადავალ მეორე ვარიანტზე, მათვის ვინც აირჩია ტაროს დასტა. ვინც აირჩია ტაროს დასტა, ვნახოთ რა იქნება ტაროს დასტაში. რას გჩუქნით ტაროს დასტა? ანუ გადავედი მეორე ვარიანტზე. როგორი მაისის თვე, პატარა შემოთავაზება, მეგობრებო, პატარა შემოთავაზება შესაძლებელია ის იყოს სამსახურებრივ სფეროში. აქ კიდევ ახალგაზრდები თუ ვინმე ეძებთ სამსახურს, მინდა გითხრათ, რომ თქვენთან შეიძლება ვიღაცამ გადმოგდეს რაღაცა ნაბიჯი სამსახურთან დაკავშირებით და შემოგთავაზოთ სამსახური, მაგრამ უფრო მეტად ეს ახალგაზრდებში. ეს არ ნიშნავს ახლა იმას, რომ უფრო ასაკოვნებში არ მოხდება, რა თქმა უნდა მოხდება, მაგრამ მეტი დიდი პროცენტობა არის ახალგაზრდებში, რომ თუ ვინმეს ახალი დამთავრებული გაქვთ რამე და ეძებთ სამსახურს, აი აქ იქნება შემოთავაზება, მეგობრებო, შემოთავაზება სამსახურეობრივ სფეროში და ფინანსების გამომუშავება. და თუ ვინმეს ოჯახის შექმნა უნდოდა და არ ქონდა ფინანსები, აი ამ ოჯახის შექმნისთვის გამოიმუშავებთ ფინანსებს და შექმნით ბედნიერ ოჯახს. აქ არის ბავშვი, არამედ ბავშვი ჯერ პირველად ბავშვები დაფიქსირდა, აქ არის ბავშვები. თუ ვინმესთან იყო პრობლემა ჯანმრთელობის მხრივ ბავშვებთან, მინდა გითხრათ, რომ გამოჯანმრთელდებიან ბავშვები და მიაღწევთ შედეგს. შესაძლებელია ბავშვებთან ჰქონდათ ძალიან დიდი მკურნალობა, ძალიან ბევრი მკურნალეს ბავშვებმა და ბავშვებისთვის მკურნალობით ძალიან ბევრს და არ იყო შედეგი. მინდა გითხრათ, რომ თუ რამე პრობლემა იყო ჯანმრთელობის მხრივ ბავშვებთან, ეს პრობლემები წავა და გექნებათ ბედნიერი ოჯახი და ასევე შესაძლებელია კიდევ მეორე კარგად დააფიქსირა ისიც, რომ შესაძლებელია ვინმე მკურნალობდა და ფინანსებს გაცემდა იმისთვის, რომ არ ჰყავდათ ბავშვი და აქ თქვენ ცხოვრებაში შემოდის ბავშვი.
ხოლო ვისაც ფინანსების პრობლემა ჰქონდათ, იქნება მოლაპარაკება, იქნება სამსახურის შემოთავაზება, მაგრამ სადაც იყო ოჯახში პრობლემები, გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, რომ მამაკაცი ფინანსებს ვერ აწვდიდა ოჯახს, მოხდება დარეგულირება და მამაკაცი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გამოიმუშაოს იმდენი ფინანსები, რომ დააკმაყოფილოს ოჯახი. ხოლო თუ იყო პრობლემები ოჯახში იმის გამო, რომ მამაკაცი მუშაობდა და ოჯახსა და სამსახურს ვერ უთმობდა დროს სტაბილურად, ანუ იყო გულისწყობა ოჯახში, იმიტომ რომ ძალიან ბევრს მუშაობდა მამაკაცი და ოჯახის წევრებისთვის აღარ რჩებოდა დრო, ეს დასტაბილურდება, მეგობრებო, დასტაბილურდება. თუ და ვისთანაც მამაკაცი ვერ დგავდა ნაბიჯს სასიყვარულო სფეროში, იმიტომ რომ ფინანსები არ ჰქონდა, შემოვა ეს ფინანსები. აქ ვიღაცამ რაღაცისთვის ფინანსები დახარჯა და განვითარებას ელოდება, შესაძლებელია ესეც იყოს პრობლემად მიჩნეული და ვისთანაც ასე ხდება, დახარჯა ფინანსები იმისთვის, რომ გამოიმუშაოს უფრო მეტი ფინანსები, ანუ ჩადვა საქმეში, მინდა გითხრათ, მალე იზეიმებთ ლოდინის პროცესში ხართ და ეს ლოდინი წავა, მალე და თქვენ იზეიმებთ ამ ფინანსების განვითარებას. აქ ადამიანის საზრდონება ორად მიჯაჭვულია, რაღაცაზე მიჯაჭვულია და უფრო მეტად ჩხუბზე და კამათზე აქ უწევს ადამიანს ჩხუბი და კამათი და რისთვის უწევს ჩხუბი და კამათი ისევ და ისევ ფინანსების გამომუშავებისთვის, მეგობრებო, აქ ადამიანი შრომობს ძალიან ბევრს, შესაძლებელია ითქვას დღისით და ღამით შესაძლებელია ზოგს უწოდეს რთულ სამსახურში მუშაობა და სწორედ ამას აღნიშნავდეს აქ ბრძოლა და კამათი, რადგან ადამიანს უწევს ბრძოლა თავის ენერგიასთან, მაგრამ მინდა მიგითხრათ, რომ ადამიანი დაინახოს თავის შედეგს, თავის ენერგიის, გაცემული ენერგიის შედეგს და კმაყოფილი იქნება ფინანსები, მაგრამ ვისთანაც ფინანსები საკმარისი არ არის და ურთიერთობაში ვინმე თავს დაჩაგრულად თვლის, იმიტომ რომ ფინანსები არ არის საკმარისი, მინდა გითხრათ, რომ ესეც წავა თქვენი ცხოვრებიდან, მამაკაცი აქ ერთი ეტაპიდან გადადის მეორე ეტაპზე, რა თქმა უნდა, ფინანსების გამო სამუშაებლად, ან კიდევ თუ სასიყვარულო სფეროში იყო ეს პრობლემა, მაშინ სასიყვარულო სფეროში გადადგავს ასეთ ნაბიჯს, გადავა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, მაგრამ თუ ისევ ფინანსებს უბრუნდები, მეგობრებო, თუ ფინანსების მხრივ ჰქონდათ პრობლემა ოჯახში, მინდა გითხრათ, რომ აქ მამაკაცი ღებულობს შემოთავაზებას და სწორედ სამსახურებრივ სფეროსთვის უწევს ერთი ადგილის დატოვება და მეორე ადგილზე გადასვლა და შესაძლებელია ეს გადასვლა მოხდეს ოჯახთან ერთად. მე კი ახლა ამით დაგემშვიდობებით და ეს იყო თქვენი მაისის თვე, ანუ ფინანსების დასტაბილურება. ახლა ამით დაგემშვიდობებით და ყველას საუკეთესოს გისურვებთ ცხოვრებაში და იმ სურვილების აღდგენას გისურვებთ, რა სურვილების აღდგენაც გინდათ მომავალში.